ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ ზუგდიდში მორიგი ბრიფინგი გამართა. მან რეგიონში განათლების გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობაზე ისაუბრა. მანანა ნაჭყებიამ ყურადღება საჯარო სკოლების ოპტიმიზაციაზე გაამახვილა, რომლის შედეგად მისივე თქმით, რამდენიმე სოფელში სკოლა დაიხურა, ან მხოლოდ დაწყებითი საფეხური სკოლა დარჩა. ასევე კომენტარი გააკეთა ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის დანიშვნის თაობაზე. ბრიფინგზევე მანანა ნაჭყებია ქართული ოცნების ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და ივანიშვილის კომენტარს ცილისწამება უწოდა. ნაჭყებიას განცხადებით, არც ერთი მსგავსი განცხადება ახალი მემარჯვენეების მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება. ქართული ოცნების ინტერესებში შედის, რომ ხელისუფლების სათავეში ერთპიროვნულ მმართველად მოვიდეს ბიძინა ივანიშვილი, მოვიდეს ეს პოლიტიკური ძალა. აქედან გამომდინარე არის, ჩვენ ვფიქრობთ ის დარტყმები, რომელიც ხორციელდება ახალ მემარჯვენეებზე. ჩვენ გვეგონა დარტყმაც და ცილისწამება. ჩვენ გვეგონა, რომ მას შემდეგ, რაც მეტნაკლებად დარეგულირდა ამ თვალსაზრისით ურთიერთობა, ბატონი ბიძინა ივანიშვილი აღარ გააკეთებდა ასეთ დარტყმებს და ცილისწამებას აღარ იკადრებდა ახალი მემარჯვენეების მიმართ. თუმცა სრულიად საწინააღმდეგო რამე მოხდა მაესტროში. მან კვლავ განაცხადა, რომ ახალი მემარჯვენეები არიან ხელისუფლებასთან შეკრული ოპოზიცია, რომ ის მკაცრ სადემარკაციო ხაზს სავლებს. ჩვენც ვავლებთ სადემარკაციო ხაზს ქართულ ოცნებასთან, კოალიციასთან. ნამდვილად არ ვაპირებთ, რომ შემდგომ ცილისწამებებს დუმილით უპასუხობთ. რა თქმა უნდა, იქნება პასუხი, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს არ არის ახალი მემარჯვენეების თვითმიზანი. ახალი მემარჯვენეები ბრიფინგის გამართვას ზუგდიდში პერიოდულად გეგმავენ.